ორ ჰიბრიდ ავტომობილს შორის, რომელზე შეაჩერებდით არჩევანს: Toyota RAV4-ზე თუ Toyota Venza-ზე. რომელია თქვენთვის უფრო კომფორტული და პრაქტიკული მანქანა? მე პირადად მყავდა Toyota RAV4 და ეხლა მყავს Toyota Venza. და რა შემიძლია ამ ორ მანქანაზე ვთქვა? RAV4 ძალიან კარგი მანქანა არის, თავის კლასში, თავის ბიუჯეტში, იდეალური მანქანა არის, თუმცა მე პირადად რა არ მომწონდა. ხმის იზოლაცია, შიდა ინტერიერის ხარისხი და მისი ექსტერიერი. და რატომ ვამბობ ამას? მგონია რომ ცოტა ძველმოდური არის. თუმცა ძალიან კარგი მანქანა არის, მე პირადად ამ მანქანამ ძალიან ბევრი კარგი მოგონება დამიტოვა ისეთ ადგილებში მატარა, სადაც ვერც კი წარმომედგინა Toyota RAV4 თუ ივლიდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ Toyota RAV4 არ არის off-road-ის ან მაღალი გამავლობის ჯიპი. მე ვფიქრობ რომ საშუალოზე ცოტა უფრო მაღალი დონის გამავლობის SUV არის. ცოტა კომფორტი რომ დაემატებინათ ამ მანქანისთვის მის შემქმნელებს, ვფიქრობ რომ ამ მანქანას დღეს თავის კლასში კონკურენტი არ ეყოლებოდა. არ მახსოვს ხელოსანთან მივსულიყავი, არ მახსოვს რაიმე გაფუჭებოდა ამ მანქანას, აი იდეალურად დადიოდა, იდეალური მანქანა იყო, თუმცა გადავწყვიტე რომ მეყიდა Toyota Venza. ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო. შეიძლება ეს ვიღაცისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ კომფორტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ვატარებ მანქანაში. ნახავდით ალბათ ჩემ პეიჯს და ჩემი ვიდეოებიდან გამომდინარე, მიხვდებით რომ ძალიან ბევრ კუთხეში მიწევს ჩასვლა, იქ გადაღებები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მანქანა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, რომ გადაადგილების დროს ვიგრძნო თავი კომფორტულად. ძალიან დიდ დროს ვატარებ მანქანაში და ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, გადავწყვეტე რომ Toyota Venza შემეძინა, იმიტომ რომ ვიცი რომ არის გამოცდილი, არის კომფორტული და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, არის RAV4-ზე უფრო ეკონომიური. მე პირადად Toyota RAV4 ჰიბრიდი 2020 წლიანი მიწვევდა 7 litrს, 7-დან 8 litrს. Toyota Venza 2021 წლიანი სტაბილურად მიწვევს 5.5-6 ლიტრ ბენზინს. არ ვითვალისწინებ იმას, რომ ჰიბრიდი არის და აი სანამ შეუძლია დენზე ვატაროთ ძმაო, მაგ ლოგიკას არ მემხრობ, იმიტომ რომ სულ მეჩქარება, სულ გავრბივარ და აქედან გამომდინარე ჩაოლებრივად დავდივარ მოკლედ რა. Toyota Venza-ს ინტერიერი არის იდეალური. მე ვფიქრობ რომ ეს მანქანა არის Toyota Avalon-ის ჯიპი. RAV4-თან შედარებით Toyota Venza ცოტა პატარა არის. იმდენად უმნიშვნელოდ პატარა არის, რომ ყურადღებასაც არ ვაქცევ. Toyota Venza არის ბევრად უფრო რბილი, ბევრად უფრო კომფორტული. მისი ინტერიერი არის ძალიან დახვეწილი, ხარისხიანი, რაც მთავარია და უფრო მეტი ფუნქცია აქვს შიგნით ჩამატებული, ვიდრე ჰქონდა Toyota RAV4-ს. ცხენისძალა ორივეს ერთნაირი აქვს, 220 ცხენისძალა აქვს Toyota RAV4-ს და 220 ცხენისძალა აქვს Toyota Venza-ს. ფასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, მაქსიმუმ $1,000-2,000 იყოს სხვაობა. გააჩნია მანქანას დაზიანებას და ასე შემდეგ. $22,000 საქართველოში Toyota RAV4-საც იყიდი და Toyota Venza-საც. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული არის შენს გემოვნებაზე და ხასიათზე, რომელი მანქანა უფრო მოგწონს. ამ ორი მანქანიდან დამიწერე კომენტარებში, რომელია შენი ფავორიტი მანქანა და რომელს მიანიჭებდი უპირატესობას, Toyota Venza-ს თუ Toyota RAV4-ს. თუ მოგწონს ჩემი ვიდეოები, გამოიწერე ჩემი არხით და დამიწერე კომენტარებში, რომელი მანქანა განვიხილო შემდეგ ვიდეოში.